ძვირფასებო დღეს ჩვენ ზიარება გვაქვს. Дорогие, сегодня у нас хлебопреломление. ჩვენ ძალიან კარგი მსახურება ქონდა გასულ კვირას. На прошлой неделе у нас было очень хорошее служение. ძალიან ძლიერი იყო ღმერთისთან დასწრება. И Божье присутствие очень сильное было на этом месте. ბევრი ჩვენთაგანი განვიცდით მას. Многие из нас испытывали это присутствие. და მადლობა ღმერთს მისი მრავალგვარი მადლის И გამოვლინებისთვის. благодарение Господу за множество Его даров. მე მოვითხოვ დღეს თქვენს ყურადღებას. И сегодня я попрошу вашего внимания. ნახოთ რა გამოგვივა სწავლება თუ გადაგება. И посмотрим, что получится, учение или проповедь. მაგრამ დამერწმუნე რომ ღმერთი ილაპარაკებს შენს გულში. Но поверь, Бог будет говорить твое сердце. და რა კიღა დღეს ზიარება გვაქვს. И ввиду того, что у нас сегодня хлебопреломление, მესაუბრა ამის შესახებ. я решил говорить об этом. რომ რა არის მნიშვნელოვანი ზიარების დროს. Что же важно во время хлебопреломления? ვინც გვიყურებთ პირდაპირ И ეთერში, те, которые смотрят нас в прямом эфире, ჩვენ მოგიწვევთ სახურებაზე, мы призываем вас на служение. ნუ იქნები სახლის მორწმუნე, Не будьте верующими в доме. ყოველთვის უნდა იყო ღვთისსაკრებულოში. Вы всегда должны быть среди собрания Божьего. ამენ. იმიტომ რომ ეს არის სწორი ადგილი. Потому что это правильное место. კარგი ძვირფასებო. Итак, дорогие, მოდი წავიკითხოთ პირველი კორინთელთა მე-11 თავი. давайте прочитаем 1 Თავიდან. Коринфянам ეს 11 არის главу, 24-25 მუხლები. 24 по 25 стих. მადლის შესწირა გატეხა და თქვა მიიღეთ ჭამეთ ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტრეული ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა ეს სასმისი ახალი აღთქმა ჩემს სისხლში ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად ყოველთვის როცა დალებთ. И возблагодарив, преломил и сказал: «Примите, едите, сие есть тело мое за вас ломимое, сие творите в мое воспоминание». Также и чашу после вечери и сказал: «Сия чаша есть новый завет в моей крови, сие творите, когда только будете пить в мое воспоминание». ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად. Сие делайте в мое воспоминание. დღეს ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ზუსტად აი ამ ფრაზაზე. И сегодня мы сделаем акцент именно на этой фразе. ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად. Это делайте, чтобы меня вспоминать. ჩემს მოსაგონრად. В мое воспоминание. ჩემო ძვირფასებო. Мои дорогие, აქ არის გულისხმება პირველ რიგში ეს არ არის შესანდობარი. в первую очередь, მოსაგონებელი, აქ არ წავიდე შენი в первую აზროვნება. очередь, чтобы мы не представляли, что это нужно упоминать кого-то. და რა უფალი, როცა გამომიგონეთ, ბევრი მორწმუნე ხორციელად გადავდივარ ჩვენ სადღაც და ვიგონებთ, სვავთ. И когда Господь так говорит, мы вот мысленно переходим в какое-то место, и мы вот мысленно принимаем питье и что-то вспоминаем. ეს არ გულისხმობს და იესოს არ гулисხმობს გავიხსენოთ რომ ისტორიული ფაქტი მისი То არსებობისა. есть это не означает, чтобы мы вспоминали как Иисуса как исторический факт, который когда-то существовал. არამედ გავიხსენოთ მიზანი მისი სიკვდილისა, მისი მსხვერპლისა. Но мы должны вспоминать цель Его смерти и Его жизни. ამენ. რომ კიდევ ერთხელ შევხედოთ ჯვარს. Чтобы мы еще раз посмотрели на крест. როგორც გამოსყიდვის ცენტრს ჩვენი Как ცხოვრების. центр искупления нашей жизни. როგორც მიტევების და შერიგების ადგილს. Как место примирения и прощения. იმიტომ რომ ჩვენ ვიცი რომ ჯვარი ეს არის ჭეშმარიტი სამსხვერპლო. Потому что мы знаем, что крест — это жертвенник, სადაც ჩვენ истины, მივიღეთ გამართლება. где мы принимаем прощение, მივიღეთ оправдание, ცოდვების პატიება. прощение от грехов. მივიღეთ საუკუნო Мы სიცოცხლე. приняли жизнь вечную. ამენ. Аминь. მაგრამ მე მინდა გითხრა ჩემო ძვირფასებო. Но я хочу сказать, дорогие, რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დღეს რომ ვილაპარაკოთ ამის შესახებ. конечно, это очень важная часть, чтобы мы говорили об этом. მაგრამ იესოს მხოლოდ ეს არ უგვილუსმია. Но Иисус не только это имел в виду, რომ გავიხსენოთ რა გააკეთა მან ჩვენთვის. чтобы мы вспоминали, что Он сделал для нас. არამედ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. Но это напоминание того, как мы должны жить. პირველ ყოვლისა იესო მაგალითი დაგვიტოვა ჩემო В ძვირფასებო. первую очередь Иисус оставил нам пример.
და როცა იესო ამბობს რომ გაიხსენეთ, И когда Иисус говорит «вспоминайте», ის გულისხმობს ამას. Он это имеет в виду. ეს არის მთელი მისი ცხოვრება. Это вся Его жизнь. ეს არის ის ფასეულობები, რისთვისაც ის ცხოვრობდა. Это те ценности, ради которых Он жил. და რაც ფასეულობებიც მან ჯვარზე წარმოგვიდგინა. И те ценности, которые Он представил нам на кресте. ამენ. Аминь. ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ იესო ქრისტე არის მაგალითი. И мы соглашаемся, что Иисус есть пример. ასეა თუ არა? Так или нет? იესო ქრისტე არის ქრისტიანებისთვის მაგალითი. Иисус есть пример для христиан. ჩემო ძვირფასებო, დოსტოევსკი არ არის ჩვენთვის მაგალითი. Мои дорогие, нам не Достоевский пример. და არც პუშკინი არ არის И не ჩვენთვის Пушкин მაგალითი. также. იმიტომ რომ მორწმუნეების სოцგვერდები სავსეა ხოლმე ასეთი ადამიანების გამონათქვამები. И потому что социальные сети некоторых верующих полны таких фраз. მე არ ვამბობ რომ რამე საწინააღმდეგო მაქვს მათთან. Я не имею ничего против них. უბრალოდ გაცილებით კარგი და ბრძნული სიტყვები არის სახარებაში, Но намного мудрее и истиннее слова есть и в Писании, რომელიც პირდაპირ ჩვენი მაცხოვრის ბაგეებიდან გამოთავისუფლდა. которые исходили прямо из уст нашего ამიტომ Искупителя. ყოველთვის ჯობია ქრისტიანმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ ყოველთვის იცოდე და აქცენტს აკეთებდე რა თქვა იესო. Поэтому христианин должен знать, и всегда он должен делать акцент на том, что сказал Иисус. ჰალელუია. Аллилуйя. ისი ჩემო ძვირფასებო, როდესაც ეს სიტყვა ვნახე, И знаете, дорогие, когда я увидел это слово, მოუძებნე ლექსიკონებში, я в словарях поискал რომ გაიხსენეთ, вот это слово რომ «воспоминайте». რას ნიშნავს. Воспоминание, что означает? ეს არის უბრალოდ გახსენება. Это не просто вспоминать, ეს არის ღრმა გააზრება. это глубокое осознание, ეს არის სიღრმისეული გაანალიზება. это глубочайшее анализирование. ეს არის გონებითა და გულით ჩაწვდომა. Это когда ты вникаешь разумом своим и Аминь. сердцем. Аминь. ანუ ეს არ არის ზედაპირული მიმოხილვა. Это не какое-то поверхностное просматривание ეს არის чего-то. გააზრებული სიღრმისეული Это ჩაწვდომა. осознанное осознание, ამენ. вникание. Аминь. და ეს ადგილი გულისხმობს გაიხსენო ის როგორც მაგალითი. И это место имеется в виду, чтобы ты вспоминал его как пример. ჰალელუია. ჰალელუია. დიდება უფალს. Слава Господу. ეს ძალიან И მნიშვნელოვანია. это очень важно. როდესაც იესომ თქვა, И когда Иисус сказал, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტრეული. это мое тело для вас ломимое, ჩვენ ხედავთ მაგალითს мы видим пример. თავგანწირვის, Пример того самопожертвования, უანგარო სიყვარულის, любви, которая бескорыстная სხვების კეთილდღეობისთვის для других, თავის გაღებას. ради благополучия других Он отдал Аминь. себя. ეცი ჩემო ძვირფასებო, Знаете, мои дорогие, როდესაც ჩვენ დავიჭერთ პურს ხელში, и когда мы берем вот хлеб в руки, რომელიც არის მსხვერპლი იესო ქრისტეს სხეული, სიმბოლურად მოტანილი, и этот хлеб, который есть символ тела Христа, როცა ჩვენ სასმის დავიჭერთ, и когда мы берем в руки чашу, ეს არის სისხლი где იესო ქრისტესი. это кровь Христа, ჩვენ უნდა გვესმოდეს мы должны понимать ის ფასეულობები, те ценности, რისთვისაც იესო ქრისტე, ради которых Иисус Христос, ახალგაზრდა კაცმა, молодой человек, გასწირა თავისი სისხლი და სხეული. отдал свою кровь и свое тело. მისა მსხვერპლად. Он отдал в жертву. ამენ. Аминь. ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ჩვენ ზეიმობთ, რომ მის სიკვდილში სიცოცხლე გვაქვს. Мои дорогие, конечно, мы празднуем, что в Его смерти у нас есть жизнь. მაგრამ მე ვფიქრობ, Но я думаю, რომ ღმერთს უნდა ჩვენ ერთ რამეს მივხვდეთ, что Бог хочет, чтобы мы знали, понимали одно. რომ იესო ქრისტე То, что Иисус Христос დაგვიტოვა მაგალითი, оставил нам пример. რომ გააზრებული ცხოვრებით, Чтобы мы осознанной жизнью, აზრიანი ცხოვრებით, осознанной жизнью, როგორ უნდა ვიცხოვროთ. как мы должны жить. თუ ვინმეს დედამიწაზე უცხოვრია, Если кто-то на этом мире жил რაიმე ფასეულობებით, какими-либо ценностями, ყველაზე სწორი აქცენტებით, самыми правильными акцентами, ყველაზე სწორად შეუფასებია სიცოცხლე. и правильнее всех он оценивал ეს არის жизнь. ჩვენი უფალი იესო Это и есть ქრისტე. только Иисус Христос. თუ ვინმეს უკეთესად დაუნახია ამ სამყაროს ფასეულობები, Если кто-то видел лучше всех этот мир и თუ ценности этого мира, ვინმეს უკეთესად აუხსნია
რა არის მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში. Если кто-то и лучше объяснил, что есть важно в этой ის жизни, ვისგანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მისმა მორწმუნეებმა, ეს არის ჩვენი უფალი იესო тот, ქრისტე. у кого мы можем учиться, его верующий, это наш Господь Иисус Христос. ისი ჩემო ძვირფასებო ზიარების დროს Дорогие, когда во время ჩვენ хлебопреломления ვლაპარაკობთ პიროვნებაზე, რომელმაც გასწირა თავისი мы სიცოცხლე. говорим о личности, который отдал свою жизнь. ახალგაზრდა კაცმა გასწირა თავისი სიცოცხლე. Молодой человек отдал жизнь свою. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ის იყო განკაცებული ღმერთი, Конечно, мы понимаем, что он был Бог, который стал человеком. მაგრამ ის იყო ის წარმოადგენდა ადამიანს. Но также он представлял и Меорე человека, Адамс. второго Адама. და ჩვენთვის ის მაგალითი არის И для нас он пример. ჭეშმარიტი ადამიანისაც. Пример истинного человека. ამენ. ჩემი მოძღვარი, Мой Господь, ჩემი მწყემსი, мой пастырь, ჩემი ღმერთი, мой Бог, ჩემი გამომსყიდველი, мой Искупитель. უპირველეს ყოვლისა, В первую очередь, ჩემთვის არის მაგალითი он для меня пример. მსხვერპლის გამღებისა. Пример того, как нужно отдавать და ჩემმა უფალმა მანახა, жертву. И мой Господь показал мне, რომ იყო ადამიანი что был человек, და იყო ჭეშმარიტი и он ადამიანი, был истинным человеком, ჭეშმარიტი ქრისტიანი, истинным христианином. მსხვერპლის გაღება, Отдал в жертву. მსხვერპლიანი ცხოვრება. Он умел отдавать ეს არის жертву. ყველაზე დიდი ღირსება, Это самое большое რაც достоинство. შეიძლება გქონდეს ადამიანს. Достоинство того, что может иметь Аллилуйя! человек. Аллилуйя. ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, იესოს მსხვერპლი жертва Иисуса ჩვენ გვასწავლის უანგარო სიყვარულის შესახებ. учит нас, как нужно бескорыстно любить. და დღეს მინდა რომ გავიხსენოთ ეს. И сегодня я хочу, чтобы мы это вспомнили. ის კვდება, ის მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვინი ვიყავით. Он умер за нас, даже когда мы еще были грешниками. ის არ მომკვდარა კარგი Он не ადამიანებისთვის. умер для хороших людей. ის არ მომკვდარა იმისთვის, რომ ჩვენგან სარგებელს მიიღებდა. Он не умер ради того, чтобы иметь какую-то მას выгоду არ от нас. მოქონა ეს მსხვერპლი სარგებლის გამო. Он не приносил эту жертву ради какой-либо მისი выгоды. სარგებელი ხოლო ჩვენი დახსნილი სულები არის მარადისობაში. Его выгода только наши души, которые спасены для მისი вечности. სარგებელი ჩვენი გადარჩენილი სიცოცხლე არის. Его выгода — это наши спасенные жизни. ანუ ჩემი უფალი То есть мой Господь და შენი უფალი, и твой Господь, ჩემი მწყემსი мой пастырь და შენი и მწყემსი твой пастырь, არის მაგალითი он является примером უანგარო სიყვარულისა. бескорыстной любви. ამენ, ჰალელუია. ის არის მაგალითი მსხვერპლის მოტანისა. Он пример того, как нужно приносить жертву. ის მოკვდა ჩვენი კეთილდღეობისთვის. Он умер ради нашего благополучия. ის არის ვინც გაღარიბდა რომ ჩვენ გამდიდრებულიყავით. Он тот, который обнищал, чтобы мы обогатились. მას ტკიოდა რომ ჩვენ განკურნება Ему გქონოდა. было больно для того, чтобы мы были ის исцелены. არ ეძებდა თავის სარგებელს. Он не искал своей выгоды. ის ფიქრობდა ჩვენზე. Он думал о нас. როდესაც მას ქვეყნიერება ტკენდა Когда мир ему делал больно, და ქვეყნიერებას მოაქვთ ტკივილები. а мир приносит боли. მაგრამ მაშინაც კი Но даже тогда ჩემი უფალი არის მაგალითი ჩემთვის. мой Господь пример для меня, რომ თუ საჭიროა და მოიტანა ცხოვრება ტკივილები. что если нужно и жизнь преподнесла мне მიიღო боли, ტკივილები чтобы я принял их სხვათა კეთილდღეობისთვის, ради благополучия других, სხვათა კურთხევისთვის. ради того, чтобы другие были благословлены. ალელუია, ამენ. ჩემო ძვირფასებო ზიარება. Мои дорогие, არა хлебопреломление უბრალოდ фактის გახსენება, — это не воспоминание самого არამედ факта, იდეოლოგია. это идеология, ეს არის ხედვა. это видение. ამენ. იცი ჩვენ ცხოვრობთ დღეს სამყაროში. Знаете, мы живем сегодня в мире, ყველაზე ეგოისტურ в სამყაროში. самом эгоистичном мире. ასეთი დრო არასდროს არ ყოფილა. Такого времени еще не было. ეს არის ბოლო დროის ყველაზე მძიმე ჟამი. Это самые тяжелые часы последнего времени. ეს არის ადამიანური ეგოიზმის ფუფუნების ხანა. Это время человеческого эгоизма. Это ეს იყო эпоха. სხვადასხვა პერიოდები.
Были разные периоды, სხვადასხვა იდეოლოგიები. разные идеологии были. ახე ერთ-ერთი იყო რომ ადამიანი არის ცხოველი და მეტი ფასი არ აქვს. И знаете, было время, когда вот так говорили, что человек скот, и у него და нету დიდი никакой ხნის ценности. განმავლობაში დომინირებდა ეს აზრი. И вот очень долгое время эта мысль, она ისწავლებოდა доминировала. ამის შესახებ. Учили об этом. რომ ადამიანებს გაეგოთ რომ მათ განსაკუთრებული ფასეულობა არ აქვს. Чтобы люди понимали, что у них нету никакой ценности особой. შემდეგ ჰუმანიზმი მოვიდა. А потом пришел гуманизм. თქვა რომ ადამიანი მნიშვნელოვანია. Они сказали, человек важен, ადამიანისთვის ყველაფერი. все для человека. და ეხლა ჩემო ძვირფასებო. А сейчас, дорогие мои, ეხლა საინტერესო დროში а ვცხოვრობ. сейчас мы живем в очень интересном ამ времени. საუკუნეს ეძახიან И этот век называют ნარცისული თაობა, საუკუნე. ნარცისიზმი. нарциссизм называют. ეს არის არა უბრალოდ რომ ადამიანია მნიშვნელოვანი. Это не то время, когда только человек важен. არა, მხოლოდ შენ ახარ Нет, მნიშვნელოვანი. только ты важен. მხოლოდ შენი გრძნობებია Только твои მნიშვნელოვანი. чувства важны. მხოლოდ შენი სურვილებია Только მნიშვნელოვანი. твои желания მხოლოდ важны. შენი მე არის Только მნიშვნელოვანი. твое я важно. და ეს არის იდეოლოგია И ჩემო это ძირფასებო, идеология, дорогие, რომელიც იქადაგება ქვეყნიერებაზე которая проповедуется в мире. და სამწუხაროდ И, к сожалению, ეკლესიებშიც, и в церкви также. რომ შენ ახარ ყველაზე მთავარი. Ты есть важный თავარია самый. შენ რას გძნობ. Важно, что ты თავარია чувствуешь. შენ რა გსიამუნე. Важно, что тебе приятно. თავარია შენ რა გონია მართალი. Важно, что ты думаешь, что ты თავარია прав. შენ რა გონია რომ სწორია. Важно, что ты думаешь, чтоᲔბი ты прав. შემოძვირფასებო. Понимаете, мои და дорогие? არავის ამ სამყაროში И никому в этом არ мире აქვს მნიშვნელობა. не имеет ნუ значения. ზოგჯერ ხმამაღლა ვერ ამბობენ. Ну, иногда громко не რომ говорят об этом. ღმერთზე ვერ ამბობენ, რომ ღმერთისაც არ აქვს მნიშვნელობა. Ну, и про Бога так не могут прямо сказать, что его მაგრამ არ мнение не მაინტერესებს რას важно. ამბობენ. Но говорят, мне не важно, что говорят, მე მაინტერესებს. а мне важно, что говорят. მე ერთხელ ვიქადაგე ამაზე, იესოსაც აინტერესებდა რას ამბობდნენ მასზე ხალხი. Я один раз проповедовал об этом, что это Иисус тоже говорил. А что говорят обо мне люди? Аминь. ნახე ჩემო ძირფასებო. Посмотрите, мои дорогие, ესე საიდან მოდის ნარცისიზმი? откуда приходит нарциссизм. ეს არის ქცევის სტილი ჩემო Это ძვირფასებო. стиль поведения, дорогие, რომელიც რა დროსაც ადამიანები в которое время люди, საკუთარ მნიშვნელობას წამოწევენ, они возвышают საკუთარ გარეგნობას, свою внешность, свою საკუთარ важность, უნარებს, свои навыки, ანუ მიღწევებს, свои достижения. გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ თავს Они вот чересчур себя და оценивают. ელოდება განსაკუთრებულ აღიარებას სხვებისგან. И они ожидают особенного признания от других. ისი საიდან ეს სიტყვა წამოვიდა ნარცისიზმი? И вот знаете, откуда произошло это слово იცით რომ ეს нарциссизм? იყო პიროვნება, Вы знаете, была რომელიც личность, იყო შეყვარებული საკუთარ ჩრდილზე. который был влюблен в собственную тень. დები შემოძვირფასებო. Понимаете, мои дорогие? ის მას ქონა გადაკეტილი საკუთარ ჩრდილზე. Он был зациклен на своей тени. მას უყვარდა თავისი ჩრდილი. Он любил свою тень. დებით და ის იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. И эта тень была самой важной для него. და იაკედან წამოვიდა ეს ტერმინი. И оттуда произошел этот термин. ხდებით, ასეთი ადამიანს Понимаете, вот такой ის человек, არ ეძებს მეგობრებს, он не ищет друзей, ის ეძებს თაყვანისმცემლებს, он ищет поклонников. ის ეძებს ისეთ წრეს, Он ищет такой круг, სადაც მას აქებენ, где его хвалят, სადაც მას ეფერებიან. где его ласкают. მას არ უყვარს ისეთი წრე, სადაც მას ამხელენ, Он не любит тот круг, где его обличают, სადაც მას ეტყვიან, რომ რაღაც უნდა შეცვალო, где ему говорят, что ты что-то должен изменить, სადღაც უნდა დაატორმუზო, где-то ты должен притормозить, სად ვიღაცას უნდა მოусმინო. где-то ты должен послушать кого-то. ის ცდილობს შემოკრიბოს. Знаете, он хочет собрать вокруг себя. და ნახე ჩემო ძვირფასებო, ისე ჩანს, რომ ხალხი არის ყოველთვის მის გარშემო. И вот так вроде видно, что вокруг него всегда люди. და მისი იდეოლოგია ასეთია. И его идеология такая. გაუშვი ყველა შენი ცხოვრებიდან, ვინც ტაშს არ გიკრავს. Отпусти всех людей, которые тебе не аплодируют. მოიშორე ყველა, ვინც არ იცის შენი ფასი. Убери всех тех людей, которые не ценят тебя. დები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? დებით,
Понимаете? ვისაც არ შეუძლია რომ გიცინოს Кто не может тебе улыбаться და დაგიკრას ტაში, и аплодировать тебе, გაუში ისინი არ არიან შენი ღირსები. отпусти их, они недостойны тебя. სამწუხარო ჩემო К ძვირფასებო, сожалению, мои дорогие, იდეოლოგია, რომელსაც ეკლესია ძღებულობს დღეს. идеология, которую также принимает и церковь. და მე ხედავ ხოლმე მორწმუნეების მე ეს გადაცემას გავაკეთებ ამაზე. Я один раз сделаю программу об მე этом. კითხულობ მორწმუნეების სტატუსებს, Я- კითხულობ. да, я читаю статусы მე верующих, მაინტერესებს კომენტარები. и мне интересны комментарии. იმიტომ რომ მე ვიგებ როგორ აზროვნებს ის, ვისაც ვემსახურები. И по этим комментариям я понимаю, как мыслит человек, которому და я ვიღაც служу. დაწერს, И кто-то пишет, რომ მოიშორე ხალხი. отпусти людей. და ეგრესის 99%-იც ამოს, დიახ, მოივიშოროთ. И 99% церкви говорят, да, убери их, аллилуйя. დები, არ არის შენი ღირსი. Он не достоин тебя. დაბარა შენი ღირსი ვინ არის? Конечно, а кто же достоин тебя? დასიე გვერდზე ყველა ვინ შენი ღირსი არ არის. Убери всех, которые недостойны тебя. ჩვენ ეკლესია ზოგჯერ თითქოს მართლა სისხლით წყურია. И иногда нам кажется, что церковь жаждет крови. ხდებით? Понимаете? მოიშორე ყველა ვინ შენ ოცნებებს ეწინააღმდეგება. Убери всех тех, которые мешают твоим мечтам, ვინც დისკომფორტს გიქმნის. которые приносят тебе дискомфорт. ეს შეიძლება საკუთარი დედიკო იყოს, Это, возможно, твоя личная мама, რომელიც მოხუცდება которая состарилась. და შეიძლება შენ კარიერას ხელი შეუშალოს. И, возможно, она помешает твоей карьере. და არჩევანი დაგიდგეს დედას მიხედო თუ სამსახური И შეინარჩუნო. у тебя будет выбор, смотреть за мамой или продолжить მაგრამ карьеру. ჩვენთვის ხო ჩვენი მე არის ყველაზე Но для მნიშვნელოვანი. нас же наше «я» — это важное. დები ჩემო ძვირფასებო რას ვამბობ? Понимаете, дорогие, о чем я? იცი აბორტის მიზეზი Знаете, цель аборта ყოველთვის სოციალური მდგომარეობა არ არის. — это не всегда социальное არა, ეს положение. არის карьерული მდგომარეობა ხის Это შემთხვევაში. также и часто карьерное იმიტომ რომ положение. თუ დაიბადება ბავშვი, Потому что если родится ребенок, ხელს შეგიშლის. он будет мешать тебе. დებით Понимаете? მე ვისმენ ახალგაზრდა დედები, არა დედები, ჯერ დედები არ არიან და უარს ამბობენ დედობაზე. Я слышу часто, что матери, которые еще не матери, они отказываются от ისინი ამბობენ რომ материнства. მე შეიძლება თუ მომინდა შილი სხვას გავაჩენინებ, რომ მე რაღაცა მაზოლები არ გამიჩნდეს მუცელზე. Они говорят, что если мне нужно будет родить ребенка, пускай другая родит, чтобы у меня каких-то мозолей не было бы на теле. მე არ მინდა შვილი, იმიტომ რომ არ მინდა გასუქება. Я не хочу ребенка, потому что я не хочу поправиться. ჩემო ძვირფასებო ვიცინივართ რომ არა სატირალი რო არ იყოს. Дорогие, мы смеемся, но это плачевно очень. და ეს არის ზუსტად ეგოიზმი. И это и есть эгоизм. ეს არის ყველაფერი ის, რაც საწინააღმდეგო არის ქრისტეს ჯვრისა Это все противоречит Христу და и იმ кресту, ფასეულობებისა, и тем ценностям, რომელზე ჩვენ ზიანების დროს უნდა ვლაპარაკობდეთ. о которых мы должны говорить ჩვენ во время ვიცენებთ უფალს, хлебопреломления. რომელიც იღებს მსხვერპლს, Мы вспоминаем Господа, который отдает რომელსაც жертву, სკივა სხვებისთვის. которому больно ради других. არა უბრალოდ შემოგნი ის არა დედა, რომელიც მშობიარობს და ტკივილს განიცდის. Не мать, которая во время родов, она испытывает იესოს боль. სკივა უცხოთათვისაც. Иисусу больно ради и других тоже. ხდები ჩემო ძვირფასებო. ჩვენი უფალი. Наш Господь. ჩვენ გვიჭირავს პური და ვინო ხელში. Мы держим хлеб и вино в руках. ხდებით? Понимаете? და ის თითქოს ჩვენს ეგოიზმს ამტკიცებს, რომ ყველაფერი ჩვენთვის არის. И, возможно, наш эгоизм говорит, что все для нас. თითქოს ჩვენ ეს არაფერს გვასწავლის. Вроде бы это ничему нас не учит. თითქოს ჩვენი უფლისგან გამოსყიდვის მეტი ვერაფერი ვერ მივიღეთ. И вроде бы мы, кроме искупления от Христа, ничего не получили больше. რომ ცხოვრებას გვესწავლა, Чтобы мы еще и научились жизни, ფასეულობას გვესწავლა. чтобы научились ценностям. იმიტომ რომ მანამით დაგვანახა რა არის მნიშვნელოვანი. Потому что этим Он нам показал, что ისი важно. იესომ დაგვიტოვა მაგალითი რომ მოკვდეს სხვებისთვის და იხარჯოს სხვებისთვის, ატაროს სხვისი ტირთვი, ეს არის ნამდვილი ცხოვრების აზრი. И Иисус показал нам пример, как есть умирать ради других, нести бремя других. Это и есть смысл жизни истинной. ასეა თუ არა? Так или нет? ხდები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие?
იცი მე არ ვამბობ რომ შენ არ უნდა იცოდე შენი იდენტობა ვინ ხარ. Я не говорю, что ты не должен знать свою идентичность, кто დიახ, ты. შენ უნდა იცოდე ვინ ხარ. Да, ты должен знать, кто ты. შენ უნდა იცოდე ვინ ხარ იესო Ты ქრისტეში. должен знать, кто ты во Христе. შენ უნდა იცოდე რომ შენ ღვთისშვილი ხარ. Ты должен знать, что ты Сын Божий. და მე შენი იდენტობის გამოცხადებინა და გაგებიდან. И ты должен действовать из своей идентичности, из своего თავი понимания. როგორც შენმა უფალმა. И ты должен смириться, как твой Господь და დღეს смирился. შევეცდები რომ ძალიან სიღრმეებში შევიდე. И сегодня я постараюсь войти в глубины. შეგიძლია ჯერ კიდევ თუ არ გამოგირთია ტელეფონი გამორთო და Если ты еще не выключил свой телефон, пожалуйста, выключи. დააპაუზეთ ამას მერეც გააგრძელებ. Сделай паузу, ты это потом тоже продолжишь. ამას რასაც ვლაპარაკობ შეიძლება სხვა დროს ვერ მოისმინო. То, что я буду говорить, возможно, ты в другое время не услышишь. ჰალელუია. Аллилуйя. მოდი ვნახოთ. Давайте посмотрим. წავიდეთ წინ. ეს არის შემოძვირფასება. Это, მათეს дорогие, სახარების მე-16 თავი. Евангелие от Матфея, 16 глава. მე წავიკითხავ ქართულად მუხლებს და შენ აღარ წაიკითხო პირდაპირ თარგმანში შევიდეთ. ვინც რუსულად კითხულობ შეგიძლიათ ნახოთ которые პირდაპირ მუხლი. По-русски читайте, вы можете прямо прочитать, დროის მოგების მიზნით. чтобы выиграть время. ნახეთ შემოძვირფასება. Посмотрите, дорогие. ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავის მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ ის უნდა წასულიყო იერუსალიმს. დიდად ტანჯულიყო უხუცესთან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან. მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. პეტრემ გაიხმო იგი და უკრძალავდა და ეუბნებოდა: შეიწყალე შენი თავი უფალო. ნურც შეგმთხვევია ასეთი რამ. ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი სატანავ, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს და ამას მე გავაგრძელებ. შემოძვირფასება. С 21 по 24 стих. Дорогие, იესომ თქვა მე მივდივარ იერუსალიმში. Иисус сказал, я иду в Иерусалим, მე ვიქნები გაცემული. меня предадут, შეურაცხყოფილი ვიქნები იქ. меня оскорбят, მე დამცირებას მივიღებ იქ. я приму унижение там, მე მოკვდები я умру, და მე აღსდგები. и я воскресну. და პეტრე მოდის И приходит Петр, და მას გაუყარა ესე მეგობრული и он взял პადროჩკი его, вот такую дружескую подружку, და ეუბნება: и говорит, ნუ გააკეთებ ამას. не делай этого, შეიწყალე შენი თავი უფალო. пожалей себя, Господь. მომისმინეთ, გეცნობათ ეს ფრაზები. Вам знакомы эти фразы? იცი პეტრე ეუბნება: Петр говорит ему, უფალო არღის Господи, не стоит. ამ ხალხისთვის ამ სვეპლის გაღება. Ради этих людей вот такую жертву не стоит. ეს ადამიანები Эти люди, არ არიან იმ ფასის ღირსი, რასაც შედაპირებ რომ გააკეთო. они недостойны той цены, которую ты хочешь отдать за них. შეიძლება პეტრეს ესე სიღრმისეულად არ ესმის, Возможно, Петр вот так глубоко не понимает, მაგრამ იესოს კარგად ესმის იმ სულის ზახილი და იმ იდეოლოგიის გახმოვანება, რომელიც პეტრესგან მოდის. но Иисус прекрасно понимает зов того духа, который исходит от ნუ Петра. დაიხარჯები სხვებისთვის. Не расточай себя ради других. რად გინდა ეს? Для чего тебе это нужно? მოდი შევქმნათ ჩვენი სამეფო. И давайте создадим свое царство. ჩვენი სამეფო შევქმნათ. Свое царство создадим, სადაც ჩვენ კარგად ვიქნებით. где мы будем хорошо. ჩვენ ისეთი ადამიანის ერთობლიობა გვაქვს. У нас такой круг людей. უფალო, ჩვენ ყველა გაუგებთ ერთმანეთს. Господь, мы все друг друга поймем. ჩვენ შენ გვერდზე ვიქნებით. Мы будем рядом. ამ ხალხს მაინც ვერაფერს გააგებინე. Все равно ты этим людям ничего не дашь понять. და იესომ თქვა: Иисус сказал, განვეთ სატანა. уйди от меня, იმიტომ რომ сатана. ეს არის სატანის იდეოლოგია. Потому что это идеология сатаны. შეიწყალე შენი თავი. Будь милостив к себе. იფიქრე ხოლო ჩვენ თავზე. Думай только о себе. მიხედე მხოლოდ ჩვენ თავს. Заботься только о себе. დააკმაყოფილი ხოლოდ შენი თავის სურვილები და მოთხოვნები. Восполняй только свои желания и нужды. ეს არის სატანის იდეოლოგია. Это идеология сатаны. და იესომ შერისხა ეს სული. И Иисус, Он запретил этому духу.
და დღევანდელი იდეოლოგია, И сегодняшняя идеология, დღევანდელი ფილოსოფია 21 საუკუნის философия 21 ეს века, არის ზუსტად ამ სულის იდეოლოგია, это идеология точно этого духа, რომელიც გეუბნება, которая говорит, რომ არავინ არ არის შენი ცრემლების ღირსი, который говорит, что никто не достоин твоих слез, არავინ არ არის ღირსი შენი ტკივილების, никто не достоин твоей боли, არავინ იმსახურებს შენს ყურადღებას. никто не заслуживает твоего внимания. ჩაიხედე სარკეში, Загляни в зеркало, შეიყვარე საკუთარი ჩრდილი, полюби собственную тень, დაქორწინდი საკუთარ ეგოიზმზე. будь женат на собственном эгоизме. ხდები ჩემო ძვირფასებო Понимаете, дорогие? და ჩვენ ღებულობთ ამას. И мы это принимаем. ხშირ შემთხვევაში ეკლესია ღებულობს ამას. Часто церковь იცი принимает. რატო? იმიტომ რომ ეს კარგად ჟღერს. Знаете почему? Потому что это хорошо звучит. ეს კარგი მოსასმენია. Это приятно слышать. იმიტომ რომ ჩემს ეგოს კვებავს. Потому что это питает мое эго. გესმით რისი თქმა მინდა? Понимаете, что я хочу сказать? და ეხლა გავაგრძელებ. И буду продолжать. იესომ უთხრა. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს, ეს აზრი გადამბულია. И вот эта мысль, Иисус сказал своим ученикам, вот эта мысль, ნახე, она იესო следует ამბობს за რას той. თავის ღვთიურ გეგმას აცხადებს. То есть, смотрите, Иисус говорит свой божественный план, პეტრე მოდის და სთავაზობს სხვა გზას. а Петр приходит и предлагает другое, შემდეგ იესო მიმართავს მოწაფეებს. а потом Иисус обращается к ученикам. და ნახეთ რას И ამბობს. смотрите, что говорит. ამას ამბობს იესო. Вот это говорит Иисус. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს, Тогда сказал своим ученикам, ვისაც უნდა რომ გამომყვეს, если кто хочет идти, უარყოს თავისი თავი, за мной отвергни себя, უარყოს თავისი ეგო, отвергни свое эго, აიღოს თავისი ჯვარი возьми свой крест და გამომყვეს მე. и следуй за мной. რადგან ვისაც სურს თავისი სიცოცხლე გადაარჩინოს, Ибо кто хочет душу свою сберечь, დაღუპავს მას. тот потеряет ее. ხოლო ვინ ჩემი გულისთვის, А кто потеряет душу Вы ради чем и меня, гулисвис? ради меня, ღმერთის გულისთვის, ради Бога, გაიღებს отдаст, ღვთის გეგმებისთვის, ради планов Божьих, გაიღებს თავის гегмებს, отдаст свои планы, შეცვლის თავის გეგმებს, изменит свои планы, უარს იტყვის თავის ოცნებებზე, откажется от своих мечтаний, მიიღებს ის. он получит. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს, Кто не возьмет свой крест ყოველ დღე, каждый день, ჩემო ძვირფასებო, дорогие, ყველაფერი ის რაც დღეს ხდება, все то, что происходит сегодня, ყველაფერი ეს არის საწინააღმდეგო ქრისტეს ჯვრისა. это все противоречит кресту Христа. და ეხლა მე რასაც გადაგებ, И то, что я сегодня проповедую, ამ ქვეყნიერების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა აქვს სულისა. это противоречит самому большому духу этого мира. აი ამ ქადაგების წინააღმდეგ არის თელი ჯოჯოხეთი. И вот против этой проповеди конкретной, против ხდები ჩემო весь ძვირფასებო. ад восстает. Понимаете, дорогие? ჰალელუია. Аллилуйя. ქება ჩვენ სუფალს. Слава нашему Господу. ჩვენ უნდა ვიყოთ უკომპრომისოები. Мы должны быть ჩვენ бескомпромиссными. უნდა ვიქადაგოთ ჯვარი. Мы должны проповедовать крест. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ ამის Мы შესახებ. должны проповедовать об ჩვენ უნდა этом. ვიყოთ გაბედულები, Мы должны быть რომ ამ ქვეყნიერების სულს дерзновенными, смелыми. წარეთ თესლს, ფებს არ მიცეთ უფლება. И чтобы мы горькому семени не Ручени- давали бы власти. ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი შეხედულებები დაამახინჯოს. Чтобы этот дух, он искажал бы нашу идеологию. ნახე ჩემო наши ძვირფასებო. взгляды. Посмотрите, дорогие. ეს იყო იესოს პასუხი. Это был ответ Иисуса. ვისაც უნდა რომ გამომყვეს, И кто хочет идти за мной, მან უნდა უარყოს თავისი თავი. он должен отвергнуть себя. იყო ქრისტიანი, Быть христианином, გაყვე ქრისტეს, следовать за Христом, ემსახურო ქრისტეს. служить Христу. პირველი რაც არის, Первое, что есть, უარი თქვა შენს ეგოზე. это отказаться от своего და თქვა эго. ღმერთო, არა რაც მე И მსურს, сказать, Господь, не то, что я хочу, არა რაც მე не то, მსიამოვნებს, что мне приятно, არამედ რაც შენ განგადიდებს. но то, что тебя რაც შენ прославляет, გინდა, то, что ты хочешь, ისე როგორც შენ გინდა უფალო. так, как ты хочешь, ასე Господь. იყოს შენ ცხოვრებაში. Пусть будет так в моей жизни. მომისმინე ჩვენ მოძვირფასებო, მე არ ვლაპარაკო რომ ჩვენი მოწოდება ეს არის რომ სადღაც როცა მსხვერპლზე ვამბობ რომ სულ რაღაც ვიღაცა გირტყავდეს შენ არა ამას არ გულისხმობს. Дорогие мои, я когда говорю о жертве, я не имею в виду, чтобы всегда тебя где-то кто-то бил бы. არა, მაგრამ საკუთარ თავზე წინ დააყენე იესოს გეგმები. Нет, но
Планы Иисуса поставь впереди. Иесо მაიღოს ასმის და თქვა ეს არის სისხლი ახალი აღთქმისა. Иисус взял чашу и сказал, это кровь Нового Завета. მან ღვთის გეგმას მიუძღვნა თავისი სისხლი. Он свою кровь отдал плану Божьему. ღვთის ხედვა გააჟღერა. Он провозгласил Божье მან თქვა რომ მე видение. ამით ჩემს სისხლს უძღვნი ღვთისნებას. Он сказал, что свою кровь я отдаю в волю Божью. ჩემ თავს ვწირავ ღვთისნებისთვის. Я в жертву отдаю себя ради воли Божьей. ჰალელუია. Аллилуйя. ჩემო ძვირფასებო, Дорогие, სად არის უანგარო სიყვარული? где же есть эта бескорыстная любовь? როცა ჩვენ სარგებლის გამო არ გვიყვარს. Когда мы не ради выгоды берем или любим. ამისი მაგალითი დაგვიტოვა იესო. Иисус оставил нам этот пример. 1 პეტრეს 2:21. 1 Петра, 2 глава, ქრისტეს 21 იტანჯა стих. თქვენთვის. და მაგალითი დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიხვეთ. Он оставил нам пример, чтобы мы следовали за ним. ჰალელუია. მას რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა. Тот, которого оскорбляли, но он не отвечал им. იტანჯებოდა, მაგრამ არავის ემუქრებოდა. Он был мучим, но он никому не угрожал. აი რა მოგივათ თქვენ. Вот что с вами будет. იესოს არასდროს უთქვამს, რომ ვინც მე მეხება, ჩემი მამის თვალის გუგას ეხება. Иисус никогда не говорил, что тот, кто касается меня, он касается зеницы глаза Божьего. იესოს არასოდეს უთქვამს ეს. Иисус этого никогда не говорил. მან თქვა, მამაო, Он сказал, отец, აბატიე რამე თუ არიციან რასაკეთებენ. прости, ибо не понимают, что делают. და ვინც უფრო სულიერია იტყვის ამას. И тот, который более духовный, он скажет это. დებით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, мои дорогие? ზოგჯერ ჩვეველოდებით, Иногда мы ждем, ღმერთი როდის დასჯის. когда же Бог накажет. როდის დასჯის, იმიტომ რომ მე შემეხო. Когда же Бог накажет, потому что Он меня იმიტომ коснулся. რომ მე შემეხო. Потому что Он меня коснулся. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ცხებული ვარ და თუ მე შემეხები, შენ მოკვდები. Есть люди, которые говорят, я помазан, если ты меня коснешься, ты умрешь. ისინი წყევლიან ადამიანებს. Они проклинают людей. ხდებით, რას ამბობენ? ისინი ამბობენ, თუ შემეხებით, მოკვდებით თქვენ. Понимаете, что они говорят? Если вы меня коснетесь, вы умрете. იესომ თქვა, ძეკაცისას გინებაც კი იგებატიებად. Иисус сказал, что даже вам будет прощено, если вы будете ругать იესო ამბობს, რომ Сына მე რო Божьего. შევიურაცხეს, მე ვპატიობ. Иисус сказал, вы меня оскорбили, но я вас простил. იცი რა არ გებატიებათო? И знаете, что не простится вам? სული წმინდის ხმა, როცა სენ სინდის ელაპარაკება და უარყოფ. Когда Дух Святой говорит твоей совести, но ты не слышишь. როცა სინდისის ხმას ახშობ. Когда ты заглушаешь голос совести. მე ხვდით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, мои дорогие? მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ასე ვართ, Но иногда мы так. რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი. Мы важны. ჩვენ გვაქვს გადაჭარბებული თვითშეფასება ჩვენ У нас თავზე. чрезмерное какое-то самомнение о себе. რომ თუ ჩვენ შეგვეხო, Что если нас коснется, всё ყველაფერი გადაიბუგება, თელი სამყარო. все, весь мир исчезнет. Все сгорит. მაგალითი დაგვიტოვა, იტანჯებოდა, მაგრამ არ იმუქრებოდა. Он оставил нам пример. Он был мучим, но он не угрожал. ტანჯებში უცხო არაფერი არ არის. И нет ничего чуждого в мучениях. ქვეყნიერება სავსე არის ტანჯები. Мир весь полон мучений. მე არ ლოცულობ ამისთვის. Я не молюсь за это. მაგრამ თუ მომიწევს ტანჯებში გავლა, მე უყურებ ჩემს უფალს, ის ჩემთვის მაგალითია. Но если мне придется пройти мучения, я смотрю на Господа, потому что Он пример мне. თუ მე ვარ მყოფენ, მე არ გავგიჟდები. Если меня будут отвергать, я не იმიტომ რომ сойду მე с ума, მაგალითი მყავს. потому что у меня есть пример. ჩემი უფალი უარყვეს, მაგრამ არ გაგიჟებულა. Моего Господа отвергли, но Он не сошел с ума, იმიტომ რომ ის დარჩა ღვთისნებაში. потому что Он остался в воле Божьей. ის ლოცულობდა მათთვის. Он молился за них. Аминь. ამენ. ჰალელუია. მოდი წავიდეთ წინ. И давайте пойдем дальше. ლანძღავდნენ, მაგრამ ლანძღვით არ პასუხობდა. Его оскорбляли, но Он не отвечал оскорблением.
ფილიპელთა მეორე თავი. 2 глава Филиппийцам. მესამე მუხლიდან წავიკითხავ. С 3 стиха я буду читать. არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით. არამედ თამდაბლობით საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. ხდებით რას გვასწავლის სახარება? Ничего не делайте по любопрению или по тщеславию, но по смиренномудрию почитайте აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. один другого выше. იმ იდეოლოგიისა და ფილოსოფიისა, რასაც დღეს თავზე გვახვევენ. Это полное противоречие той идеологии, которую нам сегодня внушают. მე დღეს შევესწარი როგორ ასწავლი და ერთი მქადაგებელი. Я один раз был свидетелем того, что მასწავლებელი ასწავლიდა ახალგაზრდებს. один учитель проповедовал молодым. შენ იცოდე ვინ ახარ ქრისტეში და თავპირიც უნდა დაუმტრიოს ხვევებს Ты ამის должен გამო. знать, кто ты во Христе, и должен поломать им всем головы. შენ ახარ ღმერთის სასული და შენ შეგიძლია ღმერთი მოგცემ ზალას, რომ სახე ჩამოფხოტონო Ты ვიღაცებს. дочь Божья, и Бог тебе даст силы сорвать лицо с того, кто тебя обидит. აი როგორი გაგება არის ზოგჯერ იმისა, რომ ღვთისშვილები ვართ. Вот какое понятие иногда того, что мы дети Божьи. მე მამა ჩემი მეფეთა მეფე არის. Отец мой царь царей. და იცი რას გიზავთ И თქვენ? знаете, что он с вами сделает? იცი რა დღეში ჩაგაგდებთ თქვენ თელუბანს? И знаете весь район, в каком вы положении будете. ხდებით? Понимаете? და იესო თქვა გახსოვდეს ვისი სულისანი ხართ. И Иисус говорил, помните, от какого духа вы. სული მნიშვნელოვანი არის. Дух, он важен. ქრისტეს სული. Дух Христа. ეს არის თამდაბლობის სული. Это дух смирения. ეს არის მორჩილების სული. Это дух смирения. ეს არის მიძღნის სული. Дух посвящения. ამენ. Аминь. მოთმინების სული. Это дух терпения. და ღმერთს ურს ეს сული. И Бог любит этот дух. ამ სულში მოვინათლოთ ყველა. И давайте мы будем крещены в этот ქრისტეს дух. სულში ჩავეფლოთ ყველა. Дух Христа. პავლე მოციქული ამბობს, მე განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე ქრისტე გამოისახება თქვენში. Апостол Павел говорит, я испытываю родовые боли до тех пор, пока Христос в вас не будет показан, проявлен. ვიდრე ქრისტე გამოისახება თქვენში. Пока Христос не будет проявлен в вас. ვიდრე რემბო გამოისახება თქვენში. Пока Рэмбо будет проявлен в вас. არა ჩემო ძვირფასებო. Нет, мои дорогие. ვიდრე ქრისტე გამოისახება თქვენში. Пока Христос не будет явлен в вас. ქრისტეს ხასიათები. Характер Христа. ქრისტეს იდეოლოგია. Идеология Христа. ქრისტეს გონება. Разум Христа. ქრისტეს აზროვნება. Мышление Иисуса. ჰალელუია. Аллилуйя. არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავდაბლობით საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი იზრუნებს, არამედ სხვებზეც. ის რახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია. მან თუმცა ღვთის ხატება იყო. მისატაცებელ რამე დარჩა თოლა ღვთის თანასწორად ყოფნა. არამედ წარმოიცარიელა თავი. მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში თავი დაიმდაბლა, მორჩილი გახდა სიკვდილამდე და ჯვარცმით სიკვდილამდე. იგივე აზრები გქონდეთ, რაც ქრისტე იესოს აქვს. Со 2 по 7 стих. Имейте те же мысли, которые есть у Иисуса. ეკლესია Церковь. ჩვენ ვიაზროვნოთ ზუსტად ისე, როგორც აზროვნებს Мы ქრისტე. должны мыслить точно так же, как мыслил Иисус. ის იყო თანასწორი ღმერთის. Он был равноправным Богу. დაცებლობად არ თვლიდა. Он не посчитал хищением. მან წარმოიცარიელა თავი. Он опустошил себя. უარი თქვა თავის ტიტულებზე. Отказался от своих титулов. ხო გვანან ხო დღევანდელ ქადაგებლებს. Очень похоже, да, на сегодняшних проповедников. ორასჯერნა გაგიმეოროს რომ ცხებული არის. Он 200 раз должен тебе сказать, что он помазан. ის განიშორა, განა არ ქონა ამის შესაძლებლობა.
მან გადასდო გვერდზე. Думаете, у него не было возможности, но он отдал это в сторону положил. ხვდებით? ის არ დადიოდა დედამიწაზე ესე. Он не ходил по миру, вот так пыль с себя сдувал. მონის ხატება მიიღო. Он принял образ раба. ჩვენ დაგვემსგავსო. Он стал похожим на нас. ჩვენაირი გახდა. Он стал как мы. ცოტათი მაინც რო ჩამოიწიო ვინმეს დონეზე ხო შეიძლება? Ты же можешь немножко опуститься на уровень кого-то. რამდენი მორწმუნე არის ფიქრობს რომ მისი დონის ხალხი არ არის. Очень многие верующие думают, что это люди не его уровня. ხვდებით? Понимаете? ისინი ჩემი დონისები არ არიან. Они не нашего уровня. ზოგიერთი სალაპარაკოთაც შეიძლება არ დაგიჭდეს. Некоторые даже не сядут разговаривать с тобой, იმიტომ რომ თავი არ დაიმციროს. чтобы не унизиться. კითხვა რო დაუსვა არ გიპასუხებს, იმიტომ რომ თავს არ დაიმცირებს. შენ ღირსი არ ახარ მისი А если ты პასუხების. вопрос задашь, он тебе не ответит, потому что ты недостоин его. იესომ ხა გაიხსენეთ. Иисус сказал, вспоминайте. ყოველთვის როცა გატეხავთ ამ პულს, Каждый раз, когда будете ломать хлеб, გაიხსენეთ. вспоминайте. მე გამიხსენეთ. Меня вспоминайте. მე გამიხსენეთ, ჩაუღრმავდით. Меня вспоминайте. ჩადით Углубитесь. სიღრმეებში. Войдите в глубину. რას ნერგავს იესო? Что сеет Иисус? რას ასწავლის იესო? Что учит Иисус? იგივე აზრი გქონდეთ, რაც ქრისტე იესოს ჰქონდა. Имейте те же мысли, которые имел Иисус. იესო არ იყო შეპყრობილი საკუთარი უფლებებით. Он не был одержим своими личными правами. იესო არ იბრძოდა უფლებებისთვის. Он не воевал ради своих прав. ხვდებით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ბუნება ჰქონდა მას. И несмотря на то, что у него была Божья природа, ის არ ჩაბღაუჭებია თავის он не позиციას, держался за свои позиции, პრივილეგიას. за свои привилегии. ის არასდროს ამბობდა რა მეკუთნის მე. Он никогда не говорил, что мне принадлежит. ის ყოველთვის კითხულობდა რა არის შენი ნება. Он всегда спрашивал, что есть твоя воля. ღმერთო რა გსურს შენ? Господи, что ты хочешь? უფალო რა გინდა შენ? Господь, что ты хочешь? უფალო რა გახარებ შენ? Что тебя радует? რა გახარებ შენ სულოწმინდა? Что тебя радует, Дух Святой? ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. დები Аминь. ჩემო ძვირფასებო. Понимаете, мои дорогие, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. это очень важные вопросы. ძალიან მნიშვნელოვანი. Очень важные вопросы. ძალიან სიღრმისეულია. Очень глубокие. ჩვენ აზრობრივად ჩავწოდეთ ამ И мы საკითხებს. должны мысленно вникать в этот вопрос. ისი წარმოიცარიელა თავი Он опустошил себя. და მაშინ მან შეძლო დაენახა ჩვენი საჭიროებები. И только тогда он смог увидеть наши нужды. შენ დაინახავ ადამიანებს და გაგიჩნდება დახმარების სურვილი, როცა დამდაბდები. Когда ты смиришься, только тогда ты сможешь увидеть других людей и их нужды. ხვდებით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, იესო дорогие? არის მაგალითი ადამიანისა, რომელიც თავკუთარ სიცოცხლეს არ გაფრთხილებია. Иисус пример нам того человека, который не охранял свою жизнь, свою ეხა მე собственную. გეტყვით პავლემ თქვა მომბაძეთ მეც როგორც მე ქრისტეს. Я вам скажу, как сказал Павел, подражайте мне, как я Христу. და პავლე როცა ყვება თავის პრობლემებზე, И когда Павел говорит о своих проблемах, ის ყვება რომ ქრისტეს გამო მისი სიცოცხლე ბევრჯერ ჩავარდა საფრთხეში. он рассказывает, что его жизнь ради Христа და часто была მისი в სიტყვები არის опасности. სიცოცხლე არაფრად მიღირს, ოღონდ ღვთისნება შევასრულო. И он говорил, что я ни за что не считаю свою жизнь, лишь бы совершить волю Божью. ვისგან ისწავლა პავლემ ეს? От кого научился Павел საიდან этому? პავლეს ეს ხასიათი და ბუნება იგივე? Откуда та же природа, что и თითოეული მოციქულები იყვნენ იგივე სულით სავსენი Все და მათ ученики შეეძლოთ были. სხერფლად მოეტანათ სიცოცხლე სხვა ხალხებისთვის, ერებისთვის, Все ადამიანებისთვის, ученики были რომელთანაც наполнены. შეხება არ ქონდათ. этим духом, и они готовы были отдать себя за тех людей, с которыми не было никакой связи у них. აქ ახარ ძვირფასებო. Вы здесь, дорогие. შენ როგორც ქრისტიანის Ты, как христианин, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? что есть для тебя важным, что является важным? ხო?
რას მიბრძანებ უფალო პავლემ უთხრა მას Павел сказал: Господь, что ты повелишь мне? დღეს ჩვენ ვეუბნებით რას მომცემ უფალო А сегодня мы говорим: что ты дашь мне, Господь? დიდი ხანი არ არის გასული Не так уж и много времени прошло. მაგრამ ეხლა ჩვენ ვამბობ უფალო რას მომცემ Но теперь мы говорим: что ты дашь мне, Господь? მაგრამ პავლე ამბობდა რას მიბრძანებ А Павел говорил: что ты мне повелишь, Господь? რა თქმა უნდა ღმერთი მაკურთხებელია და გვაკურთხებს მე არ ვლაპარაკობ ამაზე Конечно, Господь благословляющий, Он благословляет, я не об этом говорю. უბრალოდ მე ვლაპარაკობ ჩვენს თავებზე Просто я говорю о нас, ხდებით понимаете? ხდებით Понимаете? ნახეთ ჩემო ძვირფასებო Смотрите, ეს სხვა дорогие. ქადაგებაა მაგრამ другая მოგცეთ проповедь. პატარა მინიშნებას Но я вам дам маленькое замечание. ორი პერსონაჟია ვიღოთ ბიბლიიდან Возьмем два персонажа из Библии. ერთი ვინც ეხება იესოს Один, который касается Иисуса, და მეორე იესო а второй сам Иисус. ერთი ვისაც თხოვენ დახმარებას Один, ყურდებას которого просят об ვინც исцелении, ითხოვს და ვისაც თხოვენ и второй, который просит исцеления. ეს ის ზოგჯერ ჩვენი პოზიცია И знаете, часто есть позиция. ჩვენ იდენტობას ვაკეთებთ ხოლმე დედაკაცი რომელიც სისხლისგან Мы იცლებოდა делаем идентичность на той женщине, у которой было кровотечение. ჩვენ სულ ვიცლებით სისხლისგან და სულ ვცდილობთ რომ შევეხოთ И мы всегда вот так стараемся, мы тоже истощаемся, и мы всегда стараемся коснуться к Нему. მაგრამ შენ ეხა მორწმუნებ ქრისტეში იდენტობა უნდა გააკეთო ქრისტესთან შენ ის ხარ ვინც გასცემ Но ты сегодня должен свою идентичность сравнить со Христом. Ты тот, который отдает, а не берет. შენ სულ ბარტემეოსი არ ხარ და სულ დაკარგულიძე არ ხარ Ты не всегда Вартимей, не всегда ты заблудший сын. შენ ეხლა ქრისტე ხარ ქრისტეს ნაწილი ხარ Ты сегодня Христос, ты часть Христа. შენ ეხლა ქრისტეს ბაძავ და არა ბარტემეოს Ты сегодня подражаешь Христу, а не Вартимею. ხდებით და Понимаете? ისინი ვინც ქრისტეს ბაძავენ მათში გაიზარდა ქრისტე И те, которые подражали Христу, в них Христос და возрос. ეკლესია უნდა გაიზარდოს И ამაში церковь должна возрасти в этом. თითოეული მორწმუნე უნდა გაიზარდოს Каждый ამაში верующий должен расти в რომ этом, იესო ქრისტე გამოისახოს შენში чтобы в них проявлялся Иисус. ხდებით რას ვამბობ Понимаете, о чем я? სულ ბარტემეოსი არ უნდა იყოს შენ Ты же не можешь всю жизнь быть Вартимеем. ბარტემეოსები იქნებიან და უფალი მისცემს მას თვალთა ხელას Вартимей будут, и, конечно, Господь даст им видящие ღმერთს глаза. უყვარს დაკარგული ცხვრები Бог любит заблудших овец. ღმერთი ტოვებს 99-ს რომ ერთი დაკარგული ნახოს Бог оставляет 99, чтобы найти одну. ხო შეიძლება რომ იყო 99 Ты же можешь быть среди 99. სულ 30 წელი რატო უნდა იყო ერთი დაკარგული Как же ты можешь 30 лет быть потерянным? ანუ ვისთან აკეთებ შენს იდენტიფიცირებას ვისთან ახდენ С кем ты идентифицируешь себя? გაიგივე თავი ქრისტესთან Сравни себя со Христом, და არასდროს დაიკარგები и ты никогда не потеряешься. ხდებით Понимаете? თითქოს ჩვენ სულ უნდა დავეცეთ Как будто мы всегда должны падать. მაგრამ იქნებ უნდა ვიყვეთ ის ვინც სულ წამოვაყენებ А возможно, мы те, которые должны поднимать. არა არ ვამბობ რომ შენ არ ხარ წამოყენების ღირსი Я не говорю, что ты не достоин, чтобы тебя поднимали. რა თქმა უნდა მაგრამ ცოტა წინ წადი Конечно, но немножко иди вперед. ცოტა წინ წადი Иди вперед. ამენ იფიქრე თავდაბლურად Думай смиренно. აზრები რაც ქრისტეშია იყო შენშიც И те мысли, которые были во Христе, они и в тебе. არაფერი გააკეთო ჯიბრით და პატივმოყვარეობით Ничего не делай из принципа. ეს პავლემ თქვა დიდი ხნით ადრე Это сказал Павел очень долгое время რომ назад. ზოგიერთნიო На ჯიბრით зло. ქადაგებენო ქრისტეს Не проповедуй Христа на зло. და არ მესმოდა ხოლმე И я этого не понимал. აი ამ საუკუნეში უკვე მესმის А вот в этом мире я თურმე сейчас понимаю. ჯიბრითაც შეიძლება იქადაგო Оказывается, можно из распри и на зло შეიძლება ჯიბრით проповедовать. ეკლესიები დაიწყო Возможно, и на зло начать церковь. შეიძლება ჯიბრით აკეთო რაღაცეები Возможно, и на зло, чтобы ты делал бы какие-то вещи. მაგრამ ბიბლია ამბობს არაფერი გააკეთო Но ჯიბრით Библия говорит, не делай ничего на зло. პატივმოყვარეობით არაფერი გააკეთო Не делай из самолюбия ничего. შენ არ გჭირდება ვიღაცას დაუმტკიცო რომ ნახე რა მაგარიო არა Тебе не нужно кому-либо доказывать, смотри, какой я крутой. იყავი თამდაბალი Будь смиренным.
იყავი თავდაბალი. Будь смиренным. ამენ. Аминь. ატარე სხვისი თვირთი. Неси бремя другого. თუ მან დაინდაბლა თავი. Если он смог себя смирить. და ჯვარი ნამდვილად არის თავდაბლობის И ადგილი. крест это на самом деле место смирения. და რა შეიძლება გავიხსენოთ იესო ქრისტეს შესახებ, თუ ზიარების დროს თუ არა მისი თავდაბლობა, მისი უანგარო სიყვარული, მისი მიძღვნა. И что же мы можем вспомнить о Христе во время хлебопреломления, если не о его смирении? ამენ. Аминь. იმიტომ რომ ჯვარი სიყვარულის საბოლოო გამოხატულება არის. Потому что крест это последнее место проявления любви. იოანეს 13:15-ში წერია. Иоанна 3 глава 15 стих написано. მაგალითი მოგეცით, Я дал вам пример, რათა თქვენც ისე მოიქცეთ, როგორც მე მოგეკეცით. чтобы вы также поступали, как я с вами поступил. როდესაც იესომ ფეხები დაბადა მოწაფეებს, Когда Иисус помыл ноги своим ученикам, მან შეასრულა მონის მსახურება. Он тогда явил служение раба. ეხლა მე გეტყვით ნაცნობ ფრაზებს, А теперь я вам скажу фразы знакомые, ქალბატონებისთვის განსაკუთრებით. особенно для женщин მე знакомые. რა მონაკი არა ვარ ამ სახში. Я что, раба вам в этом доме? ბოლო გაიგეთ რომ მონა არა ვარ. В конце концов, поймите, я не раба. მე თქვენი მსახური კი არა ვარ. Я вам не служитель. და მე შვილები ამბობენ. А потом дети говорят. მე ვთქვი Я сказал. და მე გაზრებულად ვამბობ ამას. Я это говорю осознанно. თუ შენ შვილებს Если твои дети, ასწავლი რომ საკუთარი თებში გარეცხონ, если вы научите своих детей мыть ეს собственную посуду, გარკვეული კულტურა არის. собственную тарелку, это конкретная культура. მაგრამ თუ შენ ასწავლი რომ სხვისიც გარეცხოს, Но если ты научишь, чтобы они мыли и чужие тарелки, ეს ქრისტეს გზა არის. это путь Господа. ამენ. Аминь. დებით განსხვავებას. Вы понимаете разницу, видите? ასე რომ ჩემო ძირფასებო, Поэтому, дорогие, ოჯახში в семье შენი შრომა ცოლისთვის და შვილებისთვის Твой- უნდა პატივი იყოს. твой труд для жены и детей должен быть уважаемым, ხვდებით? должен быть честью. შენ ესე არ ხომ გაფასებენ თუ არ გვაფასებენ. Мы не так рассуждаем, нас оценили или не оценили. მირჩევნია Мне лучше ვაკეთო, делать, მემსახურო служить, და ვერავინ и შეამჩნიოს. чтобы никто не заметил этого, ვერავინ დამაფასოს. чтобы никто не оценил меня, ვიდრე ეგოისტი ვიყო. нежели быть эгоистом. თუ ცხოვრებას ვირჩევ, Если я ეგოისტურ выбираю ცხოვრებას, жизнь эгоистичную, ეს ცხოვრება ჯობია. эта жизнь, она лучше. ხვდებით? Понимаете? ცხოვრება სხვებისთვის Жизнь ради других გაცილებით აზრიანი არის. намного ценнее и имеет смысл, ვიდრე სიცოცხლე საკუთარი თავისთვის ხოლო. чем жизнь, которая только ради себя. მოდით შემოძვირფასებო. Давайте, мои дорогие, ნუ გვერქმევა ქრისტიანები. пускай у нас не будет имя христианин, ვიყოთ ქრისტიანები давайте мы будем христианами. და ჩვენს ყოველდღიურ И в ცხოვრებაში. нашей каждодневной жизни. ნახეთ, იესომ თქვა ასეთი სიტყვები. Смотрите, Иисус сказал такие слова. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს ყოველ დღე, Кто не возьмет своего креста каждый день, ყოველ დღე, каждый день, ყოველ დღე, каждый день, არა კვირაში ერთხელ, не в неделю раз, არა თვეში ერთხელ, не в месяц раз, ყოველ დღე, каждый день, ყოველ დღე. каждый день. ხვდებით შემოძვირფასებო. Понимаете, мои дорогие? ჯვარი სამსხვერპლოა. Крест – это жертвенник. გრიახ ყოველ დღე, Да, каждый день. ყოველ დღე ვკვდებით. Мы умираем каждый день. საკუთარი ეგოიზმისთვის. Ради своего эгоизма собственного. ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე Моя прекрасная супруга ყოველ დღე კვდება. каждый день умирает. ყოველ დღე, Каждый день. ყოველ წამს, Каждую минуту. ყოველ ნაბიჯზე, На каждом шагу. ყველა ჩვენთაგანისთვის. Ради каждого из нас. ხვდებით? Понимаете? ნახე, თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ იესოს მსახურება არის, Если вы думаете, что это только служение Христа, მაშინ ეფესელთა მეხუთე თავში პავლე მოციქული ასწავლის, მამაკაცებო, тогда в Ефесянам იბაძეთ ქრისტეს 5 главе говорится, мужчины, подражайте Христу და მიეცითო თქვენი სიცოცხლე თქვენი ცოლებისთვის. и отдайте სვერპლად свои შესწირეთ. жизни в жертву своим женам.
ხვდებით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, мои дорогие, რომ სხერპლიანი ცხოვრება იესო ქრისტესთან არ დამთავრებულა, იესო მხოლოდ მაგალითი დაგვიტოვა. что жертвенная жизнь, она не закончилась на Христе, Он только нам оставил пример всего лишь. ხვდებით? Понимаете? იესოს მსხვერპლს თავისი დანიშნულება У ჰქონდა. Его жертвы было определение, მაგრამ ჩვენ მსხვერპლს но у нашей жертвы, თავისი დანიშნულება ღვთის წინაშე. у нашей жизни определение пред Христом. მე არ ვკვდები კაცობრიობის სოდობისთვის. Мы не умираем. კაცობრიობის სოდობისთვის არ ვკვდები მე. Я не умираю ради грехов человечества. მაგრამ შემაუფალმა მომცა მაგალითი მოუკვდე ჩემი მეგობრებისთვის, Мой Господь дал мне пример умереть ради своих друзей, ჩემი დაძმებისთვის, ради моих братьев и сестер, ჯვარს ვაცვა ჩემი ეგო. распинать на кресте свое эго, ხვდებით? понимаете? ჩემზე წინ დავაყენო სხვები. И поставить других вперед себя. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. Это очень важно, ძალიან მნიშვნელოვანი. очень важно. ჰალელუია. არ მინდა კიდევ გავართულო საქმეები. Я не хочу усложнить. იესო თქვა მაგალითი მოგეცით. Иисус говорит, я вам дал пример. მე ფეხები დაგბანეთ. Я омыл вам ноги. მოციქულებს. Апостолам. მან თქვა მე შევასრულე მონის მსახურება Он сказал, я послужил და как მაგალითი слуга დაგიტოვეთ. и оставил вам пример. რომ თქვენც ერთმანეთს И чтобы вы также მოექცეთ ასე. поступали. და ეკლესიამ ეს აიღო И церковь это взяла, და ტაშტების დონეზე დაიყვანა ეს и მსახურება. они опустили это служение на уровень тазиков. და შემოიღეს ეკლესიაში ფეხბანა. И они приняли это служение омывания ног. და ფიქრობდნენ რომ თუ ამას გავაკეთებთ, ალბათ ეს არის. И они думают, что если мы помоем друг другу ноги, наверное, это и есть. ჯერ ფეხებს ბანდნენ ერთმანეთს, მე ამ ნაბანწყალს ასხავდნენ ერთმანეთს. Пока они мыли ноги друг другу, потом этой же водой ополивали друг друга. მაგრამ იესომ სხვა რამ გააკეთა. Но Иисус сделал что-то другое. მან თქვა რომ ყოველთვის Он сказал, каждый ყოველ раз, დღე каждый день მოემსახურეთ ერთმანეთს. служите друг другу. მოემსახურეთ ღვთისნებას. Служите воле Божьей. საკუთარ სურვილებზე, ოცნებებზე მეტად დააყენე ღვთის ოცნებები. Выше своих Ღვთის გეგმები. мечтаний поставьте планы Божьи, мечты Божьи. ამენ. Аминь. მთელი ქება, მთელი დიდება მხოლოდ მას Слава и ეკუთვნის. вся хвала, да будет только Ему. იესო მაგალითი არის ჩემო ძვირფასებო. Иисус есть пример, дорогие, ხანგრძლივი ლოცვების. долгосрочных молитв, длительных. Аминь. ზოგჯერ მთელი ღამე ლოცულობდა. Иногда он молился всю ночь. მან თქვა რომ საათზე მეთხანს მაინც არ შეგიძლიათო ჩემთან ერთად იფხიზლო. Он сказал, не могли бы вы молиться больше часа со мной? 24 საათში 1 საათი რო ლოცვაში გავატაროთ. Если мы в течение 24 часов 1 час проведем в молитве. ეკლესიისთვის ლოცვაში, სხვებისთვის ლოცვაში, Ради დაძმებისთვის других. ლოცვაში. В молитве ради других, ради церкви, ради братьев и сестер. ჩვენ წამოვიწყეთ ახლა ლიდერების ჯგუფი გვაქვს И у нас есть группа такая лидеров, და ზოგჯერ ჩართვები გვაქვს. и иногда у нас есть включение. ამის 7 საათზე და ჩვენ მთელი 1 საათი ლოცულობთ მხოლოდ ეკლესიისთვის. И вот мы целый час молимся о церкви. ყველა ვინც ამ ჯგუფში შევიყვანე არ შემოდის, მაგრამ И არა не все, უშავ. конечно, включаются в эту группу, когда у нас Моцкали молитва ари идет. уфали. Но Господь милостив. მაგრამ ეს სწორია, დიახ. Но да, это правильно. და თუ მაინც მე გავიღვიძე 6 საათზე, მე მირჩენი 1 საათი ვილოცო თითოეული თქვენთაგან ისის, если я ვიდრე всё равно- ჩემი საჭიროებები მოვიტანო იმ წამსვე ღვთის წინაშე. И если я все равно проснулся в 6 утра, мне лучше молиться за каждого из вас, чем целый час приносить свои нужды перед და არ Богом. გეგონოთ რომ მე ვლოცულობ თქვენთვის რომ ღმერთმა ბევრი ფული მოგცეთ. И не думайте, что я молюсь Богу, чтобы Он вам дал много денег. არა, მე ვლოცულობ რომ სული წმინდა მოგცეს გამოცხადება. Нет, я молюсь, чтобы тебе Дух Святой дал ვლოცულობ რომ откровение. სიბრძნისა და გამოცხადების სული მოვიდეს. მე ვლოცულობ Я молюсь, თქვენზე чтобы Дух ვლოცულობ მე. откровения пришел на რომ вас, ღვთის შიში მოვიდეს. чтобы пришел Дух Божий, страх Божий ვლოცულობ на რომ вас. გამოცხადება მოვიდეს სიწმინდისა, ღმერთის Чтобы სიწმინდის пришло გამოცხადება. откровение святости Божьей. და თუ ერთხელ შეგაწუხა რაღაცა, მიცოდე ჩემი ლოცვის წვლილიც И არის. если, зная, один раз тебя что-то побеспокоит, знай, что я молился об этом. ამენ. ასე უნდა აკეთოს ღმერთთავარმა. И вот так должен делать первосвященник.